მოგესალმებით. მე მგონი ესეთი მისტიური რეპორტაჟი ჯერ ჩვენ არ გაგვიკეთებთ. მიუხედავად იმისა, რომ ამას წინებზე მე და შალიკა ვიყავით ერთ-ერთ სახლში, არ ვიტყვით სადაც მიტოვებული პიანინო იდგა და როდესაც ესეთები რაღაცას ვათვალიერებდით, უცებ კარებმა დაიწყო ჭრიალი, გაიღო და მე ისევ დაიწყო ჭრიალი. არ ვიცი, აი ესე ნელ-ნელა კარები იხებოდა და ცოტა იყოს შეგვეშინდა და წამოვედით იმ სახლიდან. სად ვიმყოფებით? ეხლა ჩვენ ვიმყოფებით მიწის ქვეშეთში, თბილისის მიწის ქვეშეთი. მიახლოებით, ანუ თითქმის 1 წელია, რაც ეს ადგილი იქნა აღმოჩენილი და ბევრისთვის ეს ადგილი როგორც ასეთი უცნობია. აი ახლა ხედავთ, ჩვენ წყალში მოვტობავთ. მე და შალიკა გვაქვს სპეციალური აღჭურვილობა იმისთვის, რომ ფეხები არ დაგვისველდეს და ამ წყალმა სხვათა შორის გუშინ გამოჟონა აი აქედან. ეს ძალიან ცუდია, იმიტომ რომ მთლიანად დატბორავს ახლა აი აქ ყველაფერს. და რაც თავარი ამ წყალსა გოგირდის სუნი მოდის აი ამ წყლიდან. საიდან მოდის ეს წყალი, რაღაცა მილი გასკდა, როდესაც აშენებ და ჩვენთვის გაუგებარი არის. მთელი ტუნელები არის და ფრთხილად ჩალიქ არ წაიქცე წყალში. საქმე იმაში არის, რომ აი ეს სივრცე, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, მდებარეობს გუდიაშვილის სკვერთან. და რამდენიმე ადგილს აგათვალიერებინებ, წამოდით. ანუ ეს იყო გამოიყენებოდა, რომ საკმაოდ დიდი სივრცე არის. ძალიან დიდი სივრცე, აი ნახეთ. იმდენად დიდი სივრცე არის, რომ აი აქედან ჩამოსასვლელი იყო აი აქედან მხრიდან, აი ამ ეგრეთ წოდებულ სარდაფში. ნახეთ, აი აქეთკენაც რა საინტერესო არის. რა ბიჭო, იცი რა არის, რას გავს? თითქოს რაღაც ჭასავით არის, მაგრამ აი აბანოებში რო არის ჩვენთან რა, რაღაც საიდანაც აი ეს ორთქლი გადის, მიახლოებით მაგას რა რაღაცა რა. აბანოს სტილის არის რაღაცა ესე გაკეთებული. ახლა შეიძლება აბანოც იყო რა იცი. არა, ესე ქვია, ჩვეულებრივი ეს იყო რაღაცის შესანახი, როგორც მე ვფიქრობ. მე შეიძლება ვწდებოდე და იცით რა არის, თუ ვწდები რამეში, თუ უფრო მეტი იცით, რა თქმა უნდა, კომენტარებში დაგვიწერეთ. რაღაც აგურებით, ეხლა აგურებს რასაც უყურებთ, ხო, ეს ძველი აგურები არის. არის მე-17 საუკუნის აგური. ეს რა არის, ლურსმანი ვნახეთ. არა, ეს არ არის ძველი ლურსმანი. ძველი ლურსმანი იყოს აქ ვინ დატოვებდა. ესე დავაბრუნოთ ეს ლურსმანი თავის ადგილზე და აი ეს ფარე უკვე რაღაც შეკეთებული შელესილია, რომ არ ჩამოიგრეს. სადღაც მე-17-18 საუკუნე მგონია მე და იმედია არ ვწდები, მაგრამ მთავარი შემოსასვლელი იქიდან იყო. ეხლა საინტერესო კიდე აქ რა არის? აი ამ გვირაბებში, რომელშიც დავდივართ, ხო შალიქ? საინტერესო ის არის, რომ აი აქიდან მხარეს ჩვენ გვაქვს როგორ უცნაურიც არ უნდა იყოს, აი ესეთი კედელი. კედელის ნაწილი არის შალიქ. აი მოდი, გადაიღე. ესეთი საინტერესო კედელის ნაწილი არის. და კიდე რაღაც სიღრმეში მიდის. სიღრმეში მიდის და იქიდან არის გადაჯებირებული, ანუ შეუძლებელია იქ შესვლა ან მოხვედრა. მაგრამ იქ საინტერესო რა არის? სადამდე მიდიოდა ეს კედელი, საიდან ჩამოდიოდა? ზემოდან, ან დღევანდელი ბოტანიკური საიმ ქედიდან ჩამოდიოდა და გვირაბები ეს ბოტანიკურამდე მიდიოდა. აი ბოტანიკური სიკით სად იყო? აი ჩემთვის ცოტა უცნაური არის. ნამდვილად ვერ ვიტყვი ვერაფერს რა. ეს ძალიან ცოტა იყოს უცნაური რაღაცა არის. შემილია ცოტა. შეგიძლია ცოტა ახვიდე, აი ცოტა შეახედო საითკენაც მიდის. აი ახლა ამის ყველაფრის გამაგრება მიდის. აი კედელი ზემოთა ნაწილი მთლიანად ამოქოლილია. ხო, უკვე თანამედროვედ. გვირაბები რისთვის უნდა გამოიყენო, შალიქ? დასამალად, დასახიზნად? შეიძლება შესანახი იყო. შეიძლება მაღაზიის იყო, ძველი მაღაზიის სარდაფი იყო. იცი რა არის? კი. შეიძლება კიდე იყო დუქანი. სხვათა შორის აი ეს მაღაზიის, ჩვეულებრივი მაღაზიის ტიპის და დანიშნულების ადგილი, აი ცოტა ხნის წინ იქნა ზემოთა მხარეს ნაპოვნი, ხო? როგორც ასეთი. და წყალიც ვანახოთ, ბარემ საიდან გამოედინება ეს შვენიერი წყალი, მაგრამ ჯერ არ გვინახებია, ნახეთ, ნელ-ნელა ივსება, იტბორება, ასე რომ
მალე არ ჩამოსვლა გახდება შეუძლებელი. ეს კიდე ვანახეთ, მაგრამ აი კიდე ის წყალი დავაფიქსიროთ. შალიკ, ეხლა რომ ნახე როგორი არკები არის ამოშენებული. ეს უფრო ძველი არკა არის, იცი? შეიძლება საერთოდ სამიაღლაშიც არის. ხო და აი ესეც ამოქოლილი არის. ანუ აქ მთელი გასასვლელი ტუნელი, მთელი გვირაბები იყო აქ. ესე მარტივადაც როგორც ასეთი არ არის საქმე. რა საინტერესოა, ეხლა ჩვენ დავდივართ იმ ადგილას, სადაც 3-4 საუკუნის წინ ხალხი ჩვეულებრივ გადაადგილდებოდა, შეიძლება მეზობლათაც დადიოდა ჩუმად ერთმანეთთან. შეიძლება თბილისელი საყვარლები აი ამ გვირაბებით სარგებლობდნენ ასევაც, რომ ერთი ქალისგან მეორესთან წასულიყვნენ, ჩვენი კაზანოვებიც ყავდა. ანუ საკმაოდ ბევრი ვერსია, ანუ ფანტაზიას შეიძლება ძალიან მრავლად მოუხმოთ, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ თბილისში ასეთ სარდაფებს ძირითადად აქვს შესანახი დანიშნულება და ასევე დასამალავი დანიშნულება, სადაც ადამიანები იმალებოდნენ და შეელოთ სწრაფად გადაადგილება მტრის შემოსევის დროს. სწორედ ესეთი გვირაბები კიდე თელავშიც არის მიახლოებით აღმოჩენილი. უფრო ადრე იქნა იქ ყველა ეს გვირაბები გახსნილი. გვირაბების შესახებ ჩვენ ვიცოდით, მაგრამ უფრო ადრე იქნა იქ გახსნილი და არქეოლოგიური გათხრები ჩატარებული, ვიდრე თბილისში რამდენადაც მე მახსენდება. სადამის ჩავყავდით აი ამ გვირაბებს, მიახლოებით სადაც კიდე გვირაბების ნაწილი ვიცი და თქვენც იცით, ეს არის სიონის მხარეს, ხო, არწრუნის ქარვასლისკენ. მიახლოებით აი ესე, ჩემო ძვირფასება. ვლასი ვაწაწე. შალიკა სტუდია, სპეციალურად თქვენთვის. თბილისური ძველი გვირაბებიდან. მიწის ქვეშეთში ვიმყოფებით. იოჰო! დროებით, შევხვდებით. ესე იგი, უკვე წასვლას ვაპირებდი ჩვენ აქედან. ისე რომ ბოლომდე ძალიან ბევრი კითხვები ქონდა ამ ადგილთან დაკავშირებით, რომ შალიკამ ძალიან შემთხვევით აი აქ ზემოთ აღმოაჩინა ესეთი კაუჭი. და უკვე თამამად შეიძლება ამ კაუჭიდან გამომდინარე ვთქვათ, რომ ეს ადგილი, სადაც ვიმყოფებოდით, რადგანაც კიბეებიც ჰქონდა ჩამოსასვლელი და ის კიბეებიც განახეთ, საიდან იყო ჩამოსასვლელი, გამოიყენებოდა როგორც მაცივარი. აი ესე, აი ეს მინდოდა. მე თქვა კიდე ახლა ეს დავაფიქსიროთ ეს კაუჭი ზემოთკენ, რომელიც ჩვენ აღმოაჩინე, შალიკ ჩვენთვის. და კიდე ერთხელ ვლასი ვაწაწე, შალიკა სტუდია, სპეციალურად თქვენთვის. შევხვდებით ძალიან მალე.